მოგესალმებით, დღეს ვიწყებთ ჩვენი პოდკასტის თავისუფალი მაგიდის მე-6 ეპიზოდის ჩაწერას. ჩვენი პოდკასტის თვალის მიდევნება შეგიძლიათ ყოველ პარასკევს 22 საათზე YouTube არხზე მისმინე, ამიტომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს არხი და ყოველთვის როდესაც ჩვენი პოდკასტი დაიდება, შეტყობინება მოგივათ. დღევანდელი თემა კი იქნება, მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ამავდროულად ვიტყოდი, რომ არასათანადოდ ნაჩვენები თემა, ეს არის საქართველოში ადამიანის უფლებები, უფრო სწორად ვთქვათ, ადამიანის უფლებები საქართველოს კონსტიტუციებში. და კონსტიტუციებში იმდენად, რამდენადაც უკეთ იცნობს ჩვენი საზოგადოება 1995 წელს მიღებული კონსტიტუციის რედაქციას და ის ცოცხალი დოკუმენტია და მასზე მსჯელობა, მასში ცვლილებები, მუდმივი პროცესია და მიმდინარეობს, იმდენად ნაკლები ინფორმაცია არსებობდა განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში და შემდგომ გარკვეული ინერცია გადმოყვა მომდევნო პერიოდში 1930 წლის კონსტიტუციასთან, რომელიც თავისთავად იყო ძალიან ძვირფასი აქტი და მე ვიტყოდი, ეს იყო მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა იმისთვის, რომ გწოდნოდა, როგორი საქართველოს აშენებას აპირებდნენ ისინი და რა არ დაცალდა საქართველოს წითელი არმიის და რუსული ოკუპაციის პირობებში. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება შესანიშნავი იურისტი, ადამიანის უფლებათა იურისტი გიორგი ბურჯანაძე, რომელიც არა მხოლოდ თეორიულად იკვლევს ადამიანის უფლებებს, არამედ წლების მანძილზე მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, უბრალოდ ადამიანის უფლების დაცვაზე და მხედველობის კუთხით, ეს უფრო სწორი იქნებოდა, ის გახდათ მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე და სწორედ გიორგისთან ერთად ვისაუბრებთ მე და საბა ბრაჭველი დღეს ამ საკითხებზე 1930 წლის კონსტიტუციისა და დღევანდელი კონსტიტუციის შესახებ, მასში ადამიანის უფლებების შესახებ და იმაზე თუ რა არის იგივე, რა შეიცვალა, რატომ იყო მნიშვნელოვანი ის, რაც თავის დროზე 30 წლის კონსტიტუციაში ეწერა და რით ვიყავით მოწინავეები. ხო, პრინციპში წინა ჩვენი ეპიზოდის გაგრძელება არის ლოგიკური. წინაზე მიმოვიხილეთ, ვისაც არ გიყურებიათ ადამიანის უფლებების განვითარება ისტორიულად უბრალოდ გლობალურ შკალაზე, გლობალურად რა ევროპაში, ძირითადად ამერიკაში. და ეხლა საინტერესო იქნება, როგორ მოხდა ეს ამბავი საქართველოში და ამისთვის ყველაზე კარგი დასანახი არის ჩვენი კონსტიტუციები და გიორგი აგერ მომზადებული მოვიდა აშკარად რაღაცა სხვადასხვა კონსტიტუციის და ეს დეკლარაცია არის, ხო? რაღაცა ძალიან ფასეული დოკუმენტებს ხედავთ და პრინციპში არ მარტო ჩვენ რაღაცა რიგით ადამიანებს, აი იურისტებმაც არ იციან ხშირად რა ეწერა არც ძველ კონსტიტუციაში, არც 95 წლის კონსტიტუციაში და ამოვასვათ ეს რა წერი ერთი და როგორ იკითხება მეორე, ხო? იმიტომ იურისტების პროფესია არ არის მარტო ტექსტის წაკითხვა, ხო? ტექსტის გაგება უნდა შეგეძლოთ, ინტერპრეტირება როგორც ვეძახით, ხო? ინტერპრეტაცია. გიორგი, მადლობა სტუმრობით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ხო, იცი რომ ჩვენთან ეს ხუთიდან ხუთივე გადაცემა მაქვს თქვენი ნანახი და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ კარგ გადაცემას გქნით და მადლობა მოწვევისთვის და თბილი წარდგენისთვის. მადლობა ჩვენი ტრადიცია იცი უკვე, ვინც გვიყურებს პოდკასტი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ყოველ გადაცემაში ვცდილობთ მცირე მარნების ბუნებრივი ღვინოები მოვიტანოთ და ერთად გავსინჯოთ, სტუმარსაც გავასინჯოთ, აზრი გავცვალოთ. ეს მცირე მარნები სწორედ უნიკალურ ქართულ ღვინოს ქმნიან, რაც ესე ვთქვათ, ჩვენ სახელს და ჩვენს ტრადიციას კარგად წარმოაჩენს, ხო? ჭიქაშიც და სტუმრებთანაც ესე ვთქვათ, ამიტომ დღესაც აი ეს პატარა მარნის ღვინო მოვიტანე, რომელიც აცილოდ გაფუთულია და მე ვიცი რომ გიორგის განსაკუთრებული სიყვარული აქვს ღვინისადმი, გავამხელ საიდუმლოსაც გიორგი ერთგვარი სერტიფიცირებული სომელიეც არის. არასერტიფიცირებული. ხო. თუმცა ასე ვთქვათ, გარკვეული ენერგია გაქვს ჩადებული იმაში, რომ ღვინოები კარგად გაგიოთ. დღევანდელი ღვინო მოკეთ მოვწრუპოთ, გავსინჯოთ. აბარა. კარგად შევაფასოთ და მე ბოლოში გავიგოთ რომელი ღვინოა და გიორგი ამდენად ახლოს მივა ამ ღვინოსთან, ეგეც გავარკვიოთ თან. კი, მე ძალიან მიხარია გიორო არის დღეს აქ, იმიტომ რომ ჯერთი რამდენიმე ადამიანი ვისაც ღვინო გიომ შეაყვარა და მეორე მე ვერასოდეს ვერ ვარტყამ ხოლმე რა ღვინოა ფერს მარტო მეტი არის. კი, ხუთივე გადაცემა ვნახე. ხო, და ეგ არის, ხო და ეხა შენი იმედი მაქვს მთლიანად, ანუ ჯერ შენი ტყვი ხოლმე და მე ეთანხმები. რაღაცა იგი. ხო, შორის გიორგი აქ მომეჩენინა მე პირველად ოცხანური საფერე და ისტორია მასთან დაკავშირებული, როგორც ერთ-ერთი ალბათ ჩვენი პირველი კონსტიტუციასავით დევნილი ჯიშის, რომელიც საბჭოთა კოლმეურნეობის გეგმის შესრულების იმას უცუ ტრადიცია შეეწირა და განსაკუთრებით იქ საიდანაც ხარ, წარმოშობით ხო, იმერეთიდან, ზემო იმერეთში. კი, ნამდვილად და გაჩეხეს ოცხანური საფერეს მე ვიტყოდი ერთ-ერთი უნიკალური ქართული წითელი ჯიშის
ვაზი იმ არგუმენტით, რომ ცოტა დაბალმოსავლიანი იყო და ოდესა ჩაყარეს? არა, თუ ადეს არა ხო. იზაბელა იგი, არა, იზაბელა. ჩემ სოფელში ეს არის გავრცელებული სწორედ. ჩემთანაც ეგ იყო და იზაბელა ყველგან არის. დიდვა ვაქირულა ასე. და დირბულაც ისეთია ხო, შენ ვარ გიყვარს აქვს ჰიბრიდული ჯიში. მე მიყვარს არ არის. იკრძალება, მაგ ღვინო რო გამოუშვა, უკვე შენი კომპეტენციის სისხლის სამართალი ჩაირთვება. მამა ჩემს გადავწე, მაგრამ ფალსიფიცი. არა, თუ გაყიდი და ასე. არა, მაგასია. ეგ საერთოდ სახელმწიფო პროგრამა რო იყო ევას ჩეხავდნენ რო არის ხოლმე, ხო? ეგ ეხებოდა სწორედ იმას, რომ ჰიბრიდული ჯიშები რომელიც არის, მასთან არის ორი ძირითადი წუხილი რა. ერთი ეს არის გიორგი დამეთანხმება, ეს არის კულტურული მიუღებლობა, ანუ ის ტონები რომელიც ამ ღვინოში არის კულტურული ვითის ვინიფერიისთვის არ არის დამახასიათებელი და ამიტომ თუ ვასში მიღვინეს სომელიეს ხვდება ეს არომატი, აი მარწყვის ტონივით რაც აი იზაბელასაც დაყვება ეგეთი ტონი, აი ხენდროს რაღაც ეგეთი. ყველა ხენდრო არა. გოგნაშო არ დაყვება. სამწუხაროდ. ხო, არა. ხო, მოგეთ აი ეს ტონი არის მიუღებელი რა, კულტურული მეღვინეობის და მეღვინე რომ ნახულობს ამას რომ ან სომელი ან მოხმარებელი ღვინოში ეს ტონი ეს ჰიბრიდულია იცის და აშვებოდა ეხლა მცირე, მაგრამ მავნე ადამიანი ხო, ჩვენს კულტურაში რომ საფერავს უყურებდა ჩაბარების დროს ამ ყურძენს და ერთი ტონა რო გაურვია 100 ტონაში უკვე მთელი საფერავის მოსავალი გაფუჭებული იყო და ამიტომ იყო სახელმწიფო პროგრამაც რომ ის რომელიც ამ ხელა პარტიას აფუჭებს, იმიტომ რომ სადაც გააპარე, ყოფილიყო ამოძირკული, იმიტომ რომ ეს არ არის ნებოდაში ქართული. ანუ ბუნებრივი ქართული ჯიშები რო დაბრუნებოდა თავის, ანუ ოცხანური საფერო რო ყოფილიყო და არა, რა ვიცი, ამ ადესა. და მეორე არგუმენტი არის დუღილის შედეგად ეთილის სპირტთან ერთად ჭარბიოდენობით წარმოქმნის მეთილის სპირტს, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა და სიბრმავე შეიძლება გამოიწვიოს დიდი ოდენობით მოხმარებამ და ამიტომ ეგ არის ორი არგუმენტი. ოკეი, აი მე მგონი პერიოდი, როდესაც იწყება საქართველოში ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი და მოგვიანებით აღიარება, დამოუკიდებლობის გამოცხადება მათ შორის, ამის აი წინა პერიოდი და დამოუკიდებლობის ჩახდით მათ შორის პერიოდი არის, როდესაც აყვავების გზაზე დგას ქართული მევენახეობა და მეღვინეობა, უახლოვდება იმ სხვა ქვეყნებს, რომელსაც მაშინაც ძალიან კარგად ცნობს სამყარო. ამიტომ ეს ილია რო ფერი გიორგი გვეტყვის რა ფერიც არის, ნუ თეთრ ფონზე შე გახედებ. კარგი, ესე ვთქვათ, ლალისფერი აგურის ფერში გარდამავალი. კი ბატონო. სხეულიანი საშუალოდ. კასშიც არის გაჩერებული სავარაუდოდ. და კიდე ვაცოდოთ ცოტა ხანი დეკანტირება და წამოიღოს არომატები. მე მონჭიდება. ვეთანხმები დეკანტირებას. ხო, ჟანგბადთან ესე ვთქვათ შეხება ღვინოს ხსნის და მოაქაროლადები უფრო ამოდისებით და ცხვირში უფრო ინტენსიურად ხდება. ეს ქართული ღვინის აღორძინება რო თქვი, ეს ილია რო აპირებდა ელექტრობის გაყვანას, მაგას გულისხმობ? ელექტრონის გამოყენება ღვინოში? ხო, არა, ილიას სხვა შორის აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წერილი, ციკლი წერილებისა, ღვინის ქართულად ღვინის დაყენება, ესე ქვია და აი ბუნებური ან ბუნებრივი ღვინო, რომელსაც ვიყენებთ ბუნებურს ან მართალ ღვინოს, ილია ჭავჭავაძე ესე უწოდებს, ამიტომაც ქვია ამ ღვინებს ეძახიან ბუნებრივ ღვინოს. არაფერს ამატებ, არაფერს აკლებ ამ ფილოსოფიით, ანუ ისეთი როგორც ბუნებრივად არის ქართული ღვინო. ტერასული დაყენების ტექნოლოგიები ქვევრებზე რო ეხატა ეს სამფაზად. ადრე მახსოვს ეს წამაკითხე ილიას ეგ პატარა ბროშურაც იყო მე ეს. აი ფაფარველი აყენებს, ფაფრიცველის ვენახებში ნუ პირველი ღვინო გქონდა ეგ რომელიც გავს უწეთ საფერავის ეს ტერასულად გადააგვინო რომ ეს ამოქაჩვა გადატანის დროს არ იყოს ხელოვნური ესე ვთქვათ ინტერვენცია. კაი, დაუბრუნდეთ მე მგონი თემას და გიო რას გვეტყოდი 21-დან რომ დავიწყო. დავიწყოთ კონსტიტუციის მიღებამდე პერიოდი. მიღებამდე. ხო, დამოუკიდებლობის აქტი, კომისიის შექმნა, მეორე კომისიის შექმნა, მეგონი საინტერესო საკითხებია. აი, პირველად როცა მეკითხები ანუ საქართველოს ისტორია საიდან იწყება ადამიანის უფლების, ყოველთვის მომყავს ერთი 1918 წელი. 17 რეალურად, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის აქტზე მუშაობას მაგ დროს იწყებენ. 18 წლის დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი, რომელიც ლაპარაკობს სამართლებრივად ვალმავალდებულებელ ადამიანის უფლებათა ცნებაზე და როგორც რაღაც პირველი სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილზე. აი, წამოღებულიც მაქვს ჩვეულებრივად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. ანუ 7 პრინციპი იყო, რაც გაწერილი, რაზეც იდგა დამოუკიდებლობა ასე შემდეგ, ანუ იმ თავი ტექსტის გაროცხაროზე აცხადებს დამოუკიდებლობას და ერთ-ერთი იყო ეს ასე შემდეგ. ეს დებულება ერთი ყოველთვის მომყავს ადამიანის უფლების სწავლების დასაწყისში და მეორე იმ კამათისას, როცა გვეუბნებიან, რომ რაღაც ადამიანის უფლები თავსმოხეული ცნება, რაღაცა დასავლური კულტურის საგანია და საქართველოსთვის ეს ბოლომდე მისაღები არ იყო და ასე შემდეგ. არა, პირიქით, რაღაცა ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობა
დაწერეს ეს ტექსტი და დაწერეს და დააფუძნეს ამით საქართველოს სახელმწიფო. 26 მაისს როცა ვზეიმობ ჩვენ დამოუკიდებლობას, მარტო იმას კი არ ვზეიმობთ, რომ დამოუკიდებლები ვართ, ვზეიმობთ, რომ შექმნით სახელმწიფო რაღაცნაირი, ხო? და იმ სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტი უნდა ყოფილიყო ისეთი სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებებს ცნობდა, აღიარებდა და იცავდა. ამიტომ შევქმნით სახელმწიფო, რადგან დამოუკიდებლობის აქტში წერია. ხო, იმიტომ რომ ყოველთვის დამოუკიდებლობა დაკავშირებულია რაღაცა ძველ წარსულ ტკივილთან, რომლის გამოც თავისუფლდები და რომლის გამოც ეს სწრაფი რაღაცა კარგისკენ, ხო? და სწორედ ეს იყო პირველი, ესე ვთქვათ, რესპუბლიკის მთავარი იდეა, რომ ჩვენ გავთავისუფლებულიყავით რუსეთისგან, იქ არსებული პრობლემებისგან, იქ არსებული ჩაგვრისგან და ადამიანის სახელმწიფოებრიობის თქონა დაკარგული, პლუს ადამიანები იყვნენ დაჩაგრულები და შეგვიქმნა ისეთი სახელმწიფო, რომელიც იქნებოდა თავისუფლებაზე, თანასწორობაზე დაფუძნებული. ამიტომ, აი, თამამად ვინც გვისმენს და ვინც ყველა მინდა რომ ეს კარგად აიმახსოვროს, რომ ჩვენთან, აი 26 მაისს რო აღნიშნავთ, ეს მარტო არ არის, ესე ვთქვათ, რაღაცა დამოუკიდებლობის დღე, არამედ ეს არის იმნაირი დამოუკიდებლობის დღე, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნას. და რაც მთავარია, ეგ არის 1918 წლის 26 მაისი და არა 1991 წლის როგორც ეგონა ერთ-ერთ საჯარო ფიგურას. კონსტიტუციური საკითხი ეგრეა, რომ 9 წლის როცა ესე არის დამოუკიდებლობის გამოცხადების და არის დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღები, ხო? თუმცა როცა დაწესდა 26 მაისი როგორც დამოუკიდებლობის დღე, იქ ითქვა, რომ ეს ორი თარიღი ერთიანდება და 26 მაისს აღინიშნება. პრიმატული პირველი რომელია მაინც. ხოჯერს 91 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიც თლად ესეთი ხელწამოსაკრავი არ არის ადამიანის უფლებების და პირიქით იქაც საუბარია, რომ აი საქართველოს რესპუბლიკა ის სწრაფისრად დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაშიო, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ, ენოგროვი ჯგუფების ყველა ჩათვლით ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაეროს წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები. ამიტომ ჩვენთან ორი დამოუკიდებლობის აქტი გვაქვს და ორივეში ხდება ხაზგასმა ესე ვთქვათ ადამიანის უფლებებზე. ჩვენი პირველი რესპუბლიკა, ჩვენი მეორე რესპუბლიკა ორივე დაფუძნებულია ადამიანის უფლების იდეაზე და ეს არ არის რაღაცა დასავლური თავისმოხვეული საკითხი. არა, ამაზე დგას. ორივე აქტში ჩვენ რუსეთისგან თავისუფლდებით და ჩვენ ვიპოვებთ და ვიბრუნებთ ადამიანის უფლებს, როგორც ბუნებით სამართალს. ეს არის იდეა და არსი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს კარგად ქონდეს გაცნობიერებული. კი და მანდი ყო რომ სიტყვა საქმეთ უნდა გექცია. და 1918 წელს როცა დამოუკიდებლობის აქტში წეროს ქესის მიუხედავად, ანუ ადამიანები ყველა არიან თანასწორები და ყველა სფეროში საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ეს მალე გაგდა სამტკიცებელი უკვე 1919 წელს არჩევნებს ატარებს საქართველოში, სადაც ხალებს როგორც აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება შეუძლიათ. ანუ მათ შეუძლიათ იყვნენ როგორც ამომრჩევლები, ანუ ის არ გიმონ საკუთარი აქტიური საარჩევნო უფლებით, ასევე შეუძლიათ იყვნენ არჩეულები და აირჩნენ კიდევაც. დამფუძნებელი კრების 5 წევრი, რომელსაც მოგვიანებით პარლამენტი უნდა წოდებოდა, როცა და ფუნქციურად ეგეც იყო, ანუ გარდა კონსტიტუციისა კანონებიც უნდა მიეღო და იღებდა. იყო 5 ქალი და ეს არის ძალიან საამაყო ამბავი ხეს წინ შეხვედრებზეც ვახსენეთ რომ ეს პერიოდია როცა ბევრ ქვეყნებში აღიარებულიც არ არის და ჩვენთან უკვე არჩევნებშიც მთელი ნახევარი საუკუნე დაჭირდება ზოგს კიდევ უფრო მეტი სანამ მისცემენ ქალებს ხმის უფლებას და მეტიც ანუ მარტო ხმის უფლებას კი აი ესეთ ტრივიალურ უფლებებსაც რომ აი ამერიკა რო თქვა ძალიან მარტივად, სადაც 70-იანი წლების ბოლომდე არ შეეძლოთ ქალებს რომ თავიანთი საკრედიტო ბარათი ჰქონოდათ საერთოდ და ეგეც განაპირობებდა ხო რაღაც ძალიან ბევრ შეზღუდვას და ჩვენ 21-ში წერთ რომ ქალებს რაღაცა საკრედიტო ბარათი აერჩიეს სადაც გინდა ყველგან ხო? მაგრამ რაც ვიცით ასევე 1921 წლის კონსტიტუციაზე არის რომ უფლებრივად მიდიოდა ძალიან შორს, ხო? ბევრი ისეთი უფლება იყო გარანტირებული, რომელიც ანუ აი ამ ქალების ხმის უფლების გარდა სხვაგან მაგროს არ იყო. კიდე როგორი უფლებები შეიძლება ითქვას, რომ არის ასეთი სოციალური უფლებები განსაკუთრებით. აი მოდი ქალების თემა გავაგრძელოთ, ქალთა უფლებები. რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სამართლოში გავასაჩივრეთ დებულება, რომელიც ეხება ორსულობის და მშობიარობის გამო ეგრეთ წოდებული დეკრეტულ შვებულებას რაც ეძახიან ჩვენთან. ჩვენთან საკმაოდ ცუდი კანონმდებლობა ამ კუთხით, რაღაცა ერთჯერადი გასაცემელი ხდება,
და ბევრი ხალი ბავშვს შეიძლება ვერ აჩენდეს, იქიდან გამომდინარე, რომ კერძო სექტორში საქმიანობა ფიზიკურად არ იძლევა დეკრეტული შეუძლებლობის ანაზღაურების შესაძლებლობას და მოკლედ ბევრი გამოწვევა გვაქვს ამ კუთხით. საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ განუხილავს 4 წლის წინ შეტანილი სარჩელი. მაგრამ ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ ერთ-ერთი არგუმენტი, რაც ჩვენ მაშინ სარჩელში მოვიყვანეთ 4 თუ 5 პერსპექტივით გვაქვს გასაჩვენებული და ერთ-ერთი არის დედათა და ბავშვთა უფლებების დღევანდელი ჩანაწერი, რაც გვაქვს კონსტიტუციაში. ხო. ანალოგიური მუხლი ჩვენ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაში ჰქონდა და ეწერა დედათა და ბავშვთა უფლებები დაცული კანონით, მაგრამ იქვე წერია ძალიან საინტერესო რაღაცა. პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ამბობდა იმას, რომ ქალს მიეცემა ორთვიანი ანაზღაურება მინიმუმ ბავშვის გაჩენის შემთხვევაში. ან ორსულობის და მშობიარობის გამოშვებულება კონსტიტუციური დონეზე ქონა გარანტირებული მინიმუმ ორთვიანი ჯამაგირის მოუსპობლად ეს ძველი ტერმინოლოგია რაც უნდა ყოფილიყო კონსტიტუციაში. კი, და რატომ? იმიტომ რომ ჩემი აზრით, ანუ სოციალურ უფლებებზე შეიძლება ბევრი ვიდაოთ, გვინდა არ გვინდა დაცული უნდა იყოს, არ უნდა იყოს ამ შემდეგ, მაგრამ სამყაროს განვითარების პარალელურად სოციალური უფლებები ბევრ რამეში შეიძლება განაპირობებდეს პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების არსებობის შესაძლებლობას და ზოგადად კონსტიტუციასაც იმ პერსპექტივით რომ შეხედე რომ ხალხის მადუღაბებელი, გამაერთიანებელი რა უნდა იყოს ასე შემდეგ და ამიტომ ბევრ ქვეყანაში აღიარებულია რომ კონსტიტუციის აი მიმღებლობის გასაზრდელად ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაცა მაკონსოლიდირებელი ფაქტორების შემოტანა და ერთ-ერთი თუნდაც სოციალურ-ეკონომიკური უფლებები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ხალხისთვის ხალხის მიმღებლობას ზრდის ესე ვთქვათ გარკვეული საკითხებისადმი. და რა თქმა უნდა ესეც იმ დროისთვის წარმოიდგინეთ ქალების გასაძლიერებლად იმისთვის რომ ემანსიპაციისთვის და ბევრი სხვა მიმართულებით ეს საკმაოდ ძლიერი ნაბიჯი იყო. აი ამ კუთხით იმ პერსპექტივით რომ ვიდაოთ გჭირდება თუ არ გჭირდება ასე შემდეგ მე ვფიქრობ ცივილიზაციური, ესე ვთქვათ, არჩევანი არის, ცივილიზაციური განვითარების შედეგი არის და შეიძლება იმაზეც ვიდაოთ, საერთოდ ეს სოციალური უფლების კატეგორიაა და პირიქით თანასწორობის პერსპექტივიდან არის. ტექნიკურად რო წარმოიდგინო, მაგალითად, კონსტიტუციური დონეზე ჩვენ სამს, მამაკაცებს და ქალს, ჩვენ სამს ფიზიკურად, ბიოლოგიურად ბავშვს გაჩენა არ შეგვიძლია. ქალს შეუძლია ამ შემთხვევაში, ხო, შესაბამისად, ყველას ერთ დონეზე ერთნაირი შეუძლება თუ გვექნება, პირიქით შეიძლება გამოვიდეს უთანასწორო პირთან მიმართ თანასწორი არაპირდაპირ დისკრიმინაცია. პრინციპში მეორე თაობის ფემინისტები რასაც ამბობდნენ ხოლმე მე ეგ ამბავია, მან შემოდის ეს ფიზიოლოგიური უფლებების საკითხი, ნუ აბორტის საკითხიც, მათ შორის ეს ჰიგიენური პროდუქტების სუბსიდირების ამბავით სახელმწიფოს მხრიდან, ხო, ეხლა რაც ფეხს იკიდებს თანდათან, რომ ანუ ჩვენ არ გვჭირდება მაგ ხარჯის გაწევა, ქალებს ჭირდება და უფასო საფინანსო ამერიკაში ეკონომიკი არის იმათი ევროპაში იყო და ეს ჰობილობის ცნობილი საქმეც მაგაზე არის, ხო, მაგრამ მოახეთ რა მინდა მე სანამ პირდაპირ კონსტიტუციასთან მეგონი ქარი ერთი-ორი პატარა მითი, რომელიც ალბათ ისტორიკოსებმა შეიძლება დაამსხვრიონ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვთქვათ, ერთ-ერთი ესეთი მითი იყო ჩემს ახალგაზრდობაში გავრცელებული, რომელიც მე აღმოაჩინეთ, რომ თუნდაც ესეც არ ყოფილა, მაგრამ ეს კონსტიტუცია იყო ნაჩქარევად მიღებული ზარბაზნების ქვემეხების ხმაურის ქვეშ. ხო, ქუხთა ქვემეხები და ამის ფონზე მიიღეს კონსტიტუცია და ამიტომ ეს ტექსტი თითქოს ძალიან ნაუცფათებად დაწერილი ტექსტია, ხო? თუმცა ვიცით, რომ ეგრე არ იყო. სინამდვილეში ამბავი იწყება, რომ 1918 წელს იქნება პირველი კომისია საკონსტიტუციო, რომელიც იდეაში წყვეტს მუშაობას 1919 წელს დაფუძნებელი კრების დაფუძნებასთან ერთად და 1919 წელს იქნება ახალი საკონსტიტუციო კომისია 10 წევრის შემადგენლობით და 1920 წლის ზაფხულის დასაწყისში უკვე ის წარმოადგენს პირველ პროექტს კონსტიტუციის და ივნისიდან ნოემბრამდე კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვა იმართება. ტექნიკურად, იმიტომ რომ გაზეთში იბეჭდება, თორე არა ისეთი როგორც ჩვენ. გაზეთში მიდის ყოველთავზე, ხო, გაზეთში მიდის ყველაფრის ბეჭდვა. კი. და ამაზე გამოხმაურებებია, შეხვედრებია, მსჯელობა და უკვე ნოემბრიდან იწყებს განხილვას დამფუძნებელი კრება, ესე ვთქვათ, შეუდგება მუშაობას. და იანვრის ბოლოსთვის, ესე იგი, სრულად აქვს პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუცია და პირველი 4 თავი 21 წლის იანვარს ამბობ. კი, 21 წლის იანვარს გულისხმობ ცხადია და პირველი 4 თავი კონსტიტუციის, ანუ ეს ზოგადებულებები და მე ეს 4 თავი პრინციპში პირველი, მეორე, მესამე 4 თავი ადამიანის უფლებებს ეხება ფაქტობრივად. ეგრე აი დაყოფილი იყო, ხა თუ მეორე თავია, იქ რაღაც ალკე იყო გამოყოფილი. მეორე მოსმენითაც, ანუ მუხლობრივი განხილვითაც განხილული აქვს დამფუძნებელ კრებას. ანუ შეიძლება ჩვენ რაღაც სხვა თავებზე ვთქვათ, რომ პრინციპების დონეზე იყო მიღებული და ვერ მოასწრო დამფუძნებელმა კრებამ მათი მუხლობრივი განხილვა, მაგრამ როცა კონსტიტუციაზე და მის მეორე თავზე, ანუ მის ადამიანის უფლების თავებზე ვლაპარაკობთ, ესენი დეტალურ განხილვას დაექვემდებარა, სანამ მისი მიღება მოხდებოდა.
ანუ ფორმალური კანონიერებაც იყო დაცული. ფორმალურის და შინაარსი კონსენსუსი არსებობდა და არ დააჩქარა ზარბაზნის ქუხილმა, ის რომ კაი დავიკიდოთ რაც არის მივიღოთ ბოდიში ხალხლანგისთვის. 1995 წლის კონსტიტუციას არც ერთ ეტაპზე არ ქონია მომზადების ჩართულობის და აი დემოკრატიულობის ის ხარისხი, რაც ჰქონდა 21 წლის კონსტიტუციას იმ 3 წელიწადში, იმიტომ რომ ეს ხალხი წერდა, იკრიბებოდა, ყოველდღიური განხილვები ქონდა, გაზეთში იბეჭდებოდა თავები, ანუ დემოკრატიულობის და ორიგინალ ვერსიაში იკრიბებოდა, რომ 5 მოსმენით ყოფილიყო მის მიღებული, უბრალოდ ბოლომდე ეს არ დასალდათ. ნოემბერიც დაახლოებით როცა ახსენა გიორგიმ 2020 წლის 1920 წლის ნოემბერი არის ის პერიოდი, როცა უკვე ხედავენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვდა იმას, რომ ჩვენ ეს გჭირდება, იმიტომ რომ საგარეო აღიარებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნებოდა, იწყება აქტიური მუშაობა ამ კუთხით, რომ როგორღაც დაგვეჩქარებინა და აი რამდენიმე წლის წინ ზვიად კორძაძის გამოცემლობას ჰქონდა ძალიან კარგი წიგნი გამოცემული ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები და იქ არის გიორგი გვაზავას, პეტრე სურგულაძის, რაჟდან არსენიძის აი სტატიები თავისუფლებაზე, თანასწორობაზე, ეს უფლებების კუთხით, ხელისუფლების დანაწილებაზე, ხელისუფლების მოწყობაზე ეს ხალხი, ვინც კონსტიტუციას წერდა, იყვნენ საკმაოდ განათლებულები და იმ დროისთვის რაც კი არსებობდა, ეხლა ჩვენთვის დღეს შეიძლება დაგუგლო, მოძებნო, ყველა ქვეყნის კონსტიტუცია ნახო, იმ დროისთვის ეს ესე მარტივი არ არის, მაგრამ ის ხალხი იცნობდა ყველაფერს და იმის შემდგომ ესე ვთქვათ, თარგმნდნენ და აქვეყნებდნენ შვიდი კონსტიტუციას, ხო? ხო, ეგეთი წყაროც არის ერთ-ერთი, რომ 7 სხვადასხვა სახელმწიფოს კონსტიტუცია, მიხსენე მათ შორის ჩეხეთის კონსტიტუცია, ამერიკის კონსტიტუცია ყოფილა თარგმნილი ქართულად და გამოქვეყნებული. ნახეთ, მან ერთ საინტერესო საკითხია კიდე. ეს რასაც აკეთებდნენ ძალიან გავს ფედერალისტების წერილები ციკლს, ხო? როცა ამერიკაში 1787 წელს იღებენ კონსტიტუციას, მის აღიარება სჭირდება ყველა შტატის თანხმობა და სამი ავტორი, ну, მათ შორის მედისონი ხო ყველაზე ალბათ ცნობილი, დღევანდელი გადასახედიდან, ну, სხვაებიც რა თქმა უნდა ძალიან მშვენი ადამიანები, იწყებენ წერას წერილების და უხსნიან შტატების ხალხებს, რატომ უნდა დაუჭირონ ხარი კონსტიტუციას. და დაახლოებით ეგეთ რამეს აკეთებდნენ ეს ადამიანები. ზუსტად და ამან ფიქრობ, აი ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დავუშვათ, სუყეთ იყო წარმოადგენელი სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, ну, გარდა იმისა, რომ იმ ხალხს მართლა სჯეროდა და ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო, სოციალ-დემოკრატები იყვნენ კონსტიტუციური უმრავლესობით დამფუძნებელ კრებაში და რა თქმა უნდა, დომინანტური იყო სოციალური, ასე ვთქვათ, ზოგადად აზრი იყო დომინანტური მთლიანად იმ პერიოდში, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდია და ანუ ამის მიღმაც ისინი კარგად აცნობიერებდნენ, რომ ეს ხალხის მიიღებლობა მხარდაჭერა ყველაფერს უნდა ქონოდა და ამ თვალსაზრისით ბევრი გაკეთდა, თუნდაც ეს ხალხის ჩართულობა, გამოქვეყნება, მსჯელობა ამასთან დაკავშირებით და თვითონ იმ დროინდელი მიდგომაც როგორი იყო, როგორი რესპუბლიკაც დაფუძნდა, მართლა სახალხო ტიპის რესპუბლიკა, სადაც აი რო შეადარო დღევანდელი კონსტიტუცია და მაშინდელი დღეს რეფერენდუმის დანიშვნა საქართველოში ტექნიკურად შეუძლებელია. ანუ ხალხის აზრი რო გამოკითხო, შეუძლებელია თუნდაც მთავრობას არ უნდა და ის კონსტიტუცია ითვალისწინებდა რეფერენდუმის დანიშვნის შესაძლებლობას, მათ შორის თუნდაც აი კანონის გასაუქმებლად, ხო, ჩვენ ავტორიტარულ რუსულ კანონებს, რასაც ასე ვთქვათ, საქართველოში აქტიურად იღებენ ბოლო პერიოდია, ამის გაუქმებას, დავუშვათ, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაში რო არსებობდეს დღეს, რეფერენდუმი თავისუფლად შეძლებდა. მეორე მხრივ, აი ანტიდისკრიმინაციულ კანონზეც ხო ჩაატარებდნენ ვიღაცები ეგეთ გამოკითხვას? კი, მაგრამ რეფერენდუმისადმი, დავუშვათ, შეზღუდვა რომ ადამიანის უფლებები გააუქმო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ესეთი ჩანაწერი ჩვენ არ ქონია პირდაპირ, მაგრამ რეფერენდუმი შეიძლება ამნაირ რაღაცით შეზღუდვა, რომ პირიქით ეს არ გახდეს, მაგრამ ხო, როგორც ახლა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე ფაქტობრივად რეფერენდუმი დღეს მკვდარი ინსტიტუტია საქართველოში, მას ვერ აამუშავებ ერთ-ერთ შემთხვევაში, თუ მთავრობის თანხმობა არ გაგდეს საპარლამენტო უმრავლესობის. აი ამისგან განსხვავებით, პირველი რესპუბლიკა ძალიან გულღია იყო ესეთი ხალხოსნური ინიციატივების მიმართ და ვფიქრობ, აი ესე ვთქვათ, სოციალურ-ეკონომიკური უფლებისადმი ესეთი სწრაფვაც აქედან მომდინარეობდა. აი მათ შორის აი დღეს მაგალითად ჩვენ CRPD კონვენციის რატიფიცირება დაგვჭირდა შეშინებული პირების უფლებების რატიფიცირებისთვის სხვა სიტყვებით, მაგრამ ეს აღიარებული იყო ბევრი მიმართულებით. შრომითი უფლებების, შრომის ინსპექციის საკითხი ალბათ გემახსოვრებათ საქართველოში უამრავი ადამიანის სამშენებლო ობიექტებიდან გადმოვარდნა გარდაცვალებები, მერე მცდელობები რო ეს შეგვეცვალა, შეგვექმნა ინსპექცია, ჯერ გაუნდებლოა მერე ინსპექცია, მერე მისი ამოქმედება, ეს კონსტიტუციურად გაწერილი იყო შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მე ერთხელ ერთი პრეზენტაცია მქონდა და აი ხოჭორის აი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების 23 და 22-23 თავები რაც არის კანონის უზენაესობა და უფლებები ძალიან ბევრი საკითხი რაც ჩვენ
გვაქვს ამ შემთხვევაში გაწერილი, რაც შესრულებაც მოგვიწევს როგორც სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იქ იყო გაწერილი კონსტიტუციაში. ამიტომ რეალურად ჩემთვის ეს პროცესი ევროკავშირში გაწევრიანება არის რაღაცნაირად უკან მომავალში დაბრუნება, იმიტომ რომ ჩვენ ესე ვთქვათ, სად იყო ევროკავშირი, ჩვენ რო ეგენი გქონდა. მაგრამ კარგად აჩვენებს იმას, რომ ეს არის ღირებულებებით ის საკითხები ევროკავშირი, რაცაც ჩვენი დამფუძნებელი მამები და დედები, ესე ვთქვათ, ხდებოდნენ 107 და 110 წლის წინ. ოკეი, სოციალური უფლებები გასაგებია, ესე რომ ვთქვათ, თან სოციალისტები წერდნენ და აბარას დაწერდნენ, მაგრამ რაზეც აკრიტიკებენ ხოლმე 21 წლის კონსტიტუციას და შევიხოთ ამ სპილოსას ოთახში, ეგ არის სახელმწიფო მოწყობის ნაწილი, ხო? ანუ ნამეტანი ხშირად იცვლებოდა პოლიტიკური ხელისუფლებაც პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური და ასე შემდეგ. და მე მგონი გადაყენებაც საკმაოდ ადვილი იყო ამ ხელისუფლების, ესე რომ ვთქვათ, დღევანდელი კონტექსტიდანაც და ისედაც, როგორ ფიქრობ, აი რომ დასცლოდა თუნდაც ბალტიისპირეთის ან პოლონეთის დონეზე და ეს დამოუკიდებლობა უკვე დიდხანს ჰქონდა. ხო რა, აი დამატებით 20 წელი პრინციპში 40-ში მოხდა მათი ოკუპაცია. აი როგორ იმუშავებდა ეს ამბავი, ანუ მე რაც გამიგია ხოლმე და არ არის თვალად ისე, ანუ გაუჭირდებოდა მოკლედ პოლიტიკური არასტაბილურობა შეიძლება ყოფილიყო. შენ რას ფიქრობ? პირიქით. ძალიან კაი სტატია აქვს ამას სხვა შორის ერთ-ერთ ცნობილ ქართულ კონსტიტუციონალისტთა მეღვინეს. ალბათ ხვდებით ვიზას ლაპარაკობ, რომელსაც ეს საკითხი გაანალიზებული აქვს იმდროინდელი შვეიცარული და იმდროინდელი ხუშტიმენავდი რა თქმა უნდა ჭრილში ამ შემთხვევაში იმდროინდელი პერიოდში რეალურად ეს დაშვება იმაზე იყო რომ მთელი მართლობა ქონა პარლამენტს აღებული პარლამენტი იყო მართლობის განმახორციელებელი და ეს არ იყო დაფუძნებული იმ ლოგიკაზე რომ რაც ვიცით დღეს ჩვენ რომ არის მაგალითად ხელისუფლების სამწვეროვანი დანაწილება იყო პარლამენტი რომელსაც ქონა ეს ძალაუფლება მაგრამ ეს პარლამენტის ძალაუფლება დაბალანსებული იყო წეხა რო ვახსენე რეფერენდუმებით იქ სახალხო ინიციატივით იქ ხელისუფლების მაქსიმალური დეცენტრალიზაციით პირველი რესპუბლიკა გვთავაზობდა ავტონომიურ მართლობას გვთავაზობდა თვითმმართველობებს პლუს თვითმმართველობაში და ავტონომიურ რესპუბლიკაში ძალიან ბევრი ძალაუფლება იყო მათ შორის კონსტიტუციურად გადაცემული ანუ ხელისუფლება იყო ჩაშლილი და ხშირი არჩევნების ინსტიტუტი იყო შემოტანილი რაც ძალაუფლების უზურპაციის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ანუ სამწლიანი ციკლი და მთავრობა რეალურად გამოდიოდა რომ იყო პარლამენტის, ანუ დამკვეთის მიმცემის, ესე ვთქვათ, იმპლემენტატორი. ანუ მაგალითად ჩვენ სამი აგვირჩია ხალხმა, რაღაც პოლიტიკური დღესწესრიგი არის და ჩვენ ამ დღესწესრიგს ჩამოუწერთ ვინმე ადამიანს და ვეტყვით, რომ აგერ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. ჩვენ ტექნიკურად არ ვართ ამ შემთხვევაში რაღაცა ის ჩვენი საპირწონე დამბალანსებელი არ არის ხელისუფლების იმ დანაწილების გაგებით, როგორც დღეს არსებობს, რომელსაც ჩარლ მონტესკიე აღიარებდა და ბევრ რესპუბლიკაშია ეს აღიარებული, მაგრამ არც სწორედ ის იყო, რომ ხალხთან იმდენად დიდი კავშირი ჰქონდა ამ რესპუბლიკას, რომ უზურპაციის სივრცეს არ ტოვებდა. კი, ოღონდ ჩვენ ახლა მოდი ესე სიმართლის ცოტა თვალიც რო გავუწოროთ, ზუსტად არ ვიცით რამდენად ეფექტიანად იმუშავებდა ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ მე პირადად 95 წლის კონსტიტუციის კონტექსტში განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის საპრეზიდენტო რესპუბლიკა ბევრად მისაღები ამბავია, იმიტომ რომ და შეცდომა იყო თავის დროზე ნახევრად საპრეზიდენტოს და ნახევრად საპრეზიდენტოზე, ნახევრად საპარლამენტოზე და მე ბოლოში სულად საპარლამენტოზე გადასვლა და ეს ერთგვარად განაპირობებს დემოკრატიის ტრადიციის არარსებობის პირობებში ცდუნებას უჩენს ადამიანებს თუ შეიძლება ძალაუფლება გეპყროს მუდმივად ну ახლა ვიღაც მეტყვის რომ აი რუსეთს მაგალითი გახოხედა პუტინი თითქოს წავიდა და მე ესე მოვიდა ну ეგეც არის ხო რა თქმა უნდა ეგეც შეიძლება მოხდეს მაგრამ განსხეულებულს როცა ხედავს ადამიანი მაინც ვის ირჩევს და თუ კი მის ძალაუფლებას მოგებებს ის რაღაც მისი მარიონეტი დიდი ხანი ვერ იქნება თუ ეს ძალაუფლება მინიმუმ ექნება და ეს შეიძლება უკეთეს ყოფილიყო ეხლა მოდი ცოტა ღვინოდა მე ისევ გადავიდეთ აბა რას ფიქრობთ რომელი ჯიშის ყურძენი შეიძლება იყოს ყურძნისგან იყოს ეს ღვინო დაყენებული ალბათ ვფიქრობ სხეულიანობა დიდი არ აქვს, ალბათ უფრო დასავლური ჯიში იქნება რამე და შესაბამისად ძალიან საინტერესო პალიტრა აქვს არომატების. დასაწყისში სულ თავიდან ჩემთვის ძალიან მუხის ისინი მოქონა ტონები. მე მომენტში აი დაახლოებით აი მაყურებელს რომ მივახვედროთ აი დეკლარაციებზე საუბარს მოვხდით იმ დროისთვის წამოიღო აი მოცხარი და ესეთი
იბადო შავი მოცხარი. ხო, კარგი არომატები. შირის ტონებიც აქვს. და ეხა შავი ქლიავიც მათ შორის. ეხა რაღაცნაირად კიდე მას ხნა დაბალანსდა სავით და მოაკ აი და მოხარშული ტონებიც აქვს. ხო, მოძლიერ და ისევ და კიდე რაღაცა სიმწარეს მეორე იმებსაც არომატებს რაღაცებს ტოვს. აი წიწაკაც აქვს ცოტა. კი. რაც მუხას ახასიათებს, იმიტომ რომ რაღაც გაგზელებაა მუხის. სამ შენს გითხარი. და არომატებს ვასარისთაც როსვალ ძალიან გემრიელია. მე არ ვიცი ჩინურად საუბრობდით ამ წამს და შესაბამისად რომ დავეუფლები მაგენას მე შეიძლება ავლაპარაკდე არ ვიცი. რატომ გონია რომ აქამდე გასინჯული მაქვს, მაგრამ რატო არ ვიცი. ეს გვინო? კი. ო, არ ვიცი, შეიძლება გაკასინჯული არ ვიცი, დავსვეტავდი. ნუ ცხანური საფერია მე გაგმიხსოვ ხოლმე ჯიშს მივხვდი მაგას ახლა. კი, შესაბამისად მართალი ვიყავ, იმიტომ რომ გასინჯული მაქვს. ყველა ცხანური ეგ არ ვიცი, მაგრამ ძალიან გავდა, აი გამახსენა რაღაცა, მოკლედ რაც გასინჯული მქონდა და მჟავიანობა და ქლიავის ჭირი არ ვიცი, მაგრამ ცხარი ხომ არის. გემრიელია. ხო, ეს ცხანური საფერთან ჯიშიც ისეთია, არსებობს მოსაზრება, რომ ეს არის გურიიდან, სოფელ ოცხანადან წამოსული უნდა იყოს, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ თავად გურიაში შეიძლება მესხეთიდან მოხვედრილიყო თავის დროზე, თუმცა დღეს იმერული ჯიშად მიიჩნევა და ეგრეც არის იმერული ჯიშია და ეხლა ზუსტად არავინ იცის ნამდვილად მესხეთიდან წამოვიდა, გურიდან წამოვიდა თუ და ნახევარია რაღაც აი გარდამავალი ჯიშია. თლად კლასიკურ ჯიშსაც ვერ დაარქვენ რა, ნახევრად ველური, ნახევრად კლასიკური ჯიშია. მარცვალიც ეს მტევანიც ეგეთია ხო, გავისაც გინახავთ რაღაც არის დამწიფებული მარცვლები და უცებ წვანე მარცვლები შეხვდება პატარა წვენი და ის თუ ეხა იმასთან ერთად დაწურე, შეიძლება ეს ვეგეტაციური ტონები, ანუ მცენარის ტონები წამოგიღოს ღვინოში რაც არის, ძალიან რთულად დასაყენებელი ღვინოა, მაგრამ ვფიქრობ ძალიან საინტერესო. ეხა სამივეგან მოყავთ თუ ანუ მესხეთია ძირითადად. არა, მესხეთს აქვს თავისი მესხური საფერე, ცალკე ჯიშია. საფერეები ზოგადად საფერავი საფერე არის ერთი ამბიდან წამოსული, ხო? და ეს ამბავი ფერება არ არის, ფერია. ალბათ თუმცა შეგვიძლია ესეც დავი. ფერია. ფერი. ხო, და საფერი არსებობს ოცხანური საფერე, არსებობს მესხური საფერე. არსებობს არგვეთული საფერე ასევე და არის კიდე მამუკა საფერე. აი 4 საფერე გვაქვს ესეთი. ეს მამუკა საფერე ძალიან იშვიათია. მამუკა ვინ არის? მამუკა იყო მეფე იბერეცა. ეს ის არ არის ვინ ჩემი. ეს ის არ არის შენი სკოლი. ხო. კარგი, დავწიოთ წინ. და ეხლა მე მინდა მოდი უფრო მეტად შევიდეთ კონკრეტულ უფლებებზე საუბარში რა, იმიტომ რომ ჩვენ კი რაღაცები ვიცით, ეხლა იურისტები აქ შევიკრიბეთ ადამიანის უფლების კუთხით მუშაობთ. წინაშე ხედრაზე რაღაც ვისაუბრეთ ეკასთან ძალიან კარგად ეს უფლებები თავში როგორ აღმოაჩინეს ადამიანებმა და რატო ამ მნიშვნელოვანი, ხო, მაგრამ რატო არ არის პრივილეგია? რას ნიშნავს კონსტიტუცია აღიარებს უფლებებს? და მეორე გავყვეთ რომელ უფლებებს აღიარებდა და აღიარებს დღევანდელი კონსტიტუცია. ანუ აი გრას ნიშნავს და ეს რაც ცოტა უფლებებით შეზღუდულ სახელმწიფოზე ალბათ შეგვიძლია აქვე ვთქვათ. აღიარებს და რა აწესებს ეგ არის ხო? ორივე კონსტიტუცია ჩვენთან არის აი ამ სულისკვეთებით. ვაღიარებ როგორც ადამიანის წარუვალ და უზენაეს ღირებულებს და არა ისეც როგორიც არის მაგალითად რომ გვიბოძა ვიღაცა. ორივე კონსტიტუცია ამ დაშვებაზეა და აღიარებს რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ადამიანების წინარე სახელმწიფოებრივი სიკეთეებია. ანუ სახელმწიფოს ვაფუძნებთ დაფუძნებელი აქტით და კონსტიტუციით, მაგრამ აქამდე სანამ ამას ვიზამთრით, ვაღიარებთ უკვე არსებობს როგორც წარუვალი ღირებულები, უზენაეს ღირებულები ადამიანის უფლებები. აი ეს არის ალბათ მთავარი ამოსავალი წერტილი, აი დღევანდელი კონსტიტუციის ჩანაწერი არის სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის უფლებებს როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებს. ანუ რომელსაც ვერავინ ვერ წაგვართმევს, ანუ წარუვალია და სახელმწიფო უბრალოდ ცნობს და იცავს და არ გვაძლევს ჩვენ. იგივე დაშვებაზე იყო ამ შემთხვევაში პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ რომ ჩვენ ეს უფლებები გვაქვს იმიტომ რომ ვართ ადამიანები და არა იმიტომ რომ ვიღაცა ვაჟამ, მამუკამ, ასე შემდეგ, ნოემან ვინმე სხვა გვიბოძა ასე შემდეგ. ამიტომ ეს ალბათ პირველი რაც უნდა ვიცოდეთ რომ დაგვამახსოვრდეს ამ კუთხით. მე მგონი ცივილიზაციური გაგებაც არის ეგ, იმიტომ რომ დასავლურ კულტურებში უფლებები მიიჩნევა წინარე სახელმწიფოებრივ სიკეთეებად, ანუ მე ჯერ მქონდა უფლებები და ამ უფლებების რეალიზებით ვაფუძნებ სახელმწიფოს ამავე უფლებების დასაცავად, მე როგორც ლინკოლნი იტყოდა, ხო, ცნობილი გამოთქვა დემოკრატიის არსის ახსნის შესახებ, ხო? ხალხისგან, ხალხის მიერ და ხალხისთვის. ანუ ხალხისგან აირჩევი, ხალხის მიერ აირჩევი და ხალხისთვის უნდა იყო. ხო, ეს თვის, ანუ არის ის, რაც აძლევს ამოდოდ ხალხის უფლებას რომ აგირჩიოს, ხო? ან არჩეული იყო, ეგეც რო ვთქვა, ხო? ანუ ეგეც ხალხისგან. მაგრამ თავად ნახე რა მინდა ვთქვა, აღმოსავლურ კულტურებში უფლება არის
ბოძებული. ანუ თითქოს სახელმწიფო განიჭებს ამას. თითქოს სხვას აქვს ძალაუფლების პატრონი გითმობს. აი როგორც ძველ აი კიროს დიდის დეკლარაცია რო ავიღოთ, რაც პირველ დოკუმენტად მიიჩნევა ადამიანის უფლებების, თუმცა საკამათოა ცხადია ისეთი გაგებით როგორც ჩვენ ვიცით, სპარსეთის დიდი მეფის, მან ხალხს აჩუქა რაღაცები. აი როგორც დაბოძები კონსტიტუციები არსებობს, ხო? ანუ აჩუქე თითქოს ხალხს. ანუ მას კი არ ეკუთვნოდა, მაგრამ შენ აჩუქე. და ჩვენი კონსტიტუცია როგორც მთელი დასავლური ცივილიზაცია ამბობს, რომ წინარეა ადამიანის უფლებების სახელმწიფო შექმნის. კი, აბსოლუტურად ეგეთია. და კატალოგიც კი რო ნახოთ, რეები გვაქვს ამ შემთხვევაში ჩვენ დაცული პირველ რესპუბლიკაში და მეორე რესპუბლიკაში, ძალიან დიდი ანალოგიაა, ყველა უფლება თითქმის, ეხლა ზოგი ტექსტობრივად იგივეა. ტექსტობრივადაც იგივეა, რა გადმოწერეს. კი. 95 იმდენად კარგი ვერსია იყო, ესე ვთქვათ, და დაახლოებით, ანუ ბევრი მათგანი იმეორებს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია იმეორებს იმ ტექსტებს, რომელიც შეიძლება პირველ რესპუბლიკის კონსტიტუციაში გვეწერა და შესაბამისად ჩვენი მეორე რესპუბლიკის კონსტიტუციისთვის ის ტექსტი სრულიად მისაღები იყო. სიკვდილით დასჯა, ღირსების უფლება, წამების აკრძალვის კუთხით, თანასწორობა ჰაბიას კორპუსს გაუხარდება საბას. რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, სინდისის და რელიგიის თავისუფლება, ერთ-ერთი ძალიან ძლიერი, კარგი ჩანაწერი, გამოხატვის თავისუფლება, ჩვენთვის აქტუალური შეკრება მანიფესტაცია და გაერთიანების თავისუფლება. რუსული კანონი, რომელიც საქართველოში არაერთხელ მიიღეს, არა კონსტიტუციური მარტო 95 წლის კონსტიტუციასთან მიმართებით კი არ არის, არამედ 21 წლის კონსტიტუციასთან მიმართებით. ამის მიმღებებმა წინაპრები და პირველი რესპუბლიკა უარყოს. ორგანიზაციების თავისუფლება ცალკე ეწერა, როგორც მახსოვს კონსტიტუციაში. ხო, კონსტიტუციების საწინააღმდეგო ხო არის და ზოგადად ქართველობის აღქმის საწინააღმდეგოც არის, იმიტომ რომ აი რომელიღაც წინაშე ხედავს ხო საუბრობდით ეს ილიას დროს, როცა კონსტიტუცია არ ქონდა საერთოდ, მაშინ როგორ იქმნებოდა ეს კონკრეტული რაღაცა ორგანიზაციები ზუსტად ეს წერაკითხვის გამავრცელების საზოგადოება სხვა. ანუ ზოგადად ქართველობიდან გამომდინარეობს ეგ ამბავი და მაგის საწინააღმდეგოა ეხა რას ციგებენ რა. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვს მთავრობის წინასწარ ნება დაურთულოთ და აარსონ საპროფესიო ან სხვა ყოველგვარი კავშირი, თუ მისი მიზანი კანონით არ არის აკრძალული. ანუ იმდროინდელი კონსტიტუცია იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ყველანაირი გაერთიანება დაგიარსებინა და არ მოძებნებოდა, არამედ იცავდა და სხვა შორის ის დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ჩვენ ეს თქვით, მარტო პოლიტიკურმა პარტიებმა კი არ დაარსეს. იქ ნახევარზე მეტი არის, ნახევარი არის დაახლოებით სხვადასხვა საპროფესიო გაერთიანებები, დღევანდელი გაგებით არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ რაღაც პოლიტიკური დღესასწაული და მიზანი არ ქონდათ, არამედ გაერთიანებულები იყვნენ რაღაცა მათი ან პროფესიული ან რაღაცა სხვადასხვა მიმართულებით მიზნების მისაღწევად და ერთი ძალიან საინტერესო დებულებაა ახალ კონსტიტუციაში არ არის, ანუ არის 21-ის კონსტიტუციაში ეთნიკური უმცირესობებს როგორც ჩვენ ქრისტეს უწოდებ, მაშინ ეროვნული უმცირესობებს უწოდებდა სამართლებრივი აქტები და თუ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი იყო დაფუძნებელი კრების ან მომავალში პარლამენტის წევრი, მას ჰქონდა უფლება საკუთარ დედაენაზე მიემართა პარლამენტისთვის. ოღონდ წინასწარ მის ქართულ თარგმანს ან მიმართვის ტექსტის არიგებდა პრეზიდენტს ურიგებდა. ანახეთ, ესე იგი, რა საინტერესო ამბავია, რომ შენ ამბობ, რომ მე საქართველო ვარ, ჩვენ ვართ ერი სახელმწიფო, სადაც ერს ქმნის ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე, ვაღიარებ სხვადასხვა ერების ან ეთნოსების ენას, პატივცემას დავაფასებ, ოღონდ სახელმწიფო ენა მაქვს ქართული, მაგრამ იმის გამოსახატად, რომ სახელმწიფო ენა მაქვს ქართული, მან ქართული თარგმანი გამოიტანოს პრეზიდიუმში, ვისაც ყველა გაეცნობა ვის დაინტერესდება, მაგრამ მე მასაც აქვს უფლება, რომ საკუთარი ენა გააჟღეროს ჩვენი ტრიბუნაზე. რა საინტერესო მიდგომა იყო რა, აი ის კი აი მე ძალიან კარგად მესმის სახელმწიფო ენის მნიშვნელობა. და 99 კონსტიტუციაში გვაქვს, რომ სახელმწიფო ენა აფხაზეთში არის აგრეთვე აფხაზური. აი ეგეთი გამოხატულება. მე მგონია რომ აი ეგიც კიდე რამდენიმე თუნდაც სოციალურ უფლებებზეც რა რაზეც შეიძლება ეხა სხვანაირი წარმოდგენა გქონდეს თუნდაც მთავრობაზე რომელიც კი იმპლემენტატორი იქნებოდა მაგრამ მაინც დაჭირდებოდა ბევრ რაღაცაზე გრძელვადიანი ხედვა და ერთ წელიწადში არ უნდა შეცვლილიყო ხო და ასე შემდეგ ანუ ეგეც არის იმის გამოხატულება რომ თლად სრულყოფილიც არ იყო რა ან მანდ მე პრობლემას ვხედავ იმიტომ რომ თუ ქვეყნის ენა სახელმწიფო ენა არის ქართული ხო და აფხაზეთში აფხაზურიც მაშინ პარლამენტიდან არ შეიძლება მე ვერ ვიხსენებ თუ არ იცის პარლამენტარმა სახელმწიფო ენა რა ვშვებით ამ დროს უასწავლით არ არის პრობლემა მაგის
მაგრამ ხალხმა ის აირჩია, რომელიც მაგათაც საბა. ეგ პრობლემაა, ეგ ნიშნავს, რომ რაღაცა ინტეგრაციის პოლიტიკა და კიდევ სხვა პოლიტიკა არ მიმდინარეობს. 1918 წლამდე სახელმწიფო ენა ქართული არ არსებობდა, არსებობდა რუსული სახელმწიფო ენა. საზოგადოების უმრავლესობა 4 წლედი რო ქონოდა ქართულ ენაზე ხალხს განათლება, ამიტომ იწვალეს რამდენი წინა შეხვედრა. მაგის მიღმა მე მგონია, აი 91-ში თქვა სიტყვაზე რა 91-ში რომ მიგვევეს მეორე კონსტიტუცია და არა 15-ში ხა მაშინაც არ იქნებოდა ეგეთ სიტუაცია, მაგრამ აი 91 წელი რო იყოს ეხლა და ეხლა რო ვიგებდით რა, მაინც არასწორი იქნებოდა ეგ ჩანაწერი. ეგრე მგონია ქვეყნის ენა თუ არის ქართული ქართულად უნდა იყოს, ეგ ამბავი, ან თარჯიმანი უნდა იყოს, ან რაღაცა მსგავსი უნდა იყოს და სულ ყველაფერს უგავანებოთ თავი, აი მასეთი რაღაცა დროებითი ჩანაწერი თუ გჭირდება, მე მგონია რომ კონსტიტუციაში არ უნდა კეთდებოდეს ეგ ჩანაწერი, ან რაღაცა გარდამავალდებულების ნაწილი უნდა იყოს. მოკლედ, იმავე კონსტიტუციით აზრის თავისუფლება იყო დაცული, ამიტომ პატივცემ. შენი აზრის და გამოხატვის თავისუფლება. კი ბატონო, ხო. ხო, თუმცა მთავარი არის მიდგომა. ანუ ნახე, იმას კი არ ვიძახი, რომ ეს ნორმა გინდა თუ არა კარგი, არამედ მიდგომა. პროგრესული მიდგომა ძალიან აშკარა არის ძალიან ბევრ უფლებაზე, უფრო პროგრესული კონსტიტუცია არის 21 წლის, ვიდრე ეხლა არსებული ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუცია. ამერიკისაც თუნდაც რა, არ მომერიდება მაგის. ეს ისტორია უნდა მოყვე აქვე. ხშირად ვიხსენებ ხოლმე სტუდენტებთან და თქვენთან თუ არ მომიყოლია, თქვენც მოგიყვებით. მოკლედ პირველ კურსზე ვიყავი უნივერსიტეტში. და ეხლა ჩემთვის მანამდე აი სანამ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში კანონები არის აბტექსტია რა და გადავწყვიტე იურისტობა რომ თქვი რომ ეს იურისტობა მინდა და აბა რა თი დაგეხმაროთ შობლება ეკითხეს და მე თქვა სამართლის კოდექსი მჭირდება თქო და მამამ წავიდა იყიდა 7 ლარი ყიდა თუ რაღაც არ მახსოვს ეს სამართლის კოდექსი მე მგონი მესამე კურსამდე არც გადამიშლია მე ის ციკლი იმიტომ რომ მალევე მივხვდი რომ იურისტობისთვის ეს სამართლის კოდექსით არ უნდა დაგეწყო რაღაცების კეთება და მოგეთ პირველ კურსზე ვარ უნივერსიტეტში და ნიბლია უგრეხელიძე ესეთი ქალბატონი თუ გაგიგიათ არის მას ყავს ორი დედამიშვილი მინდია უგრეხელიძე და სევდია უგრეხელიძე ქალბატონი ნიბლია იყო სამართლის პროფესორი და ის შემოვიდა ერთხელ ლექციაზე და ეგეთ კითხვა დასვა რომ წელსო 2000 წელია ამოქმედა ახალი სამართლის კოდექსიო 1 ივნის ხო ეს ამოქმედი და მოქმედი სამართლის კოდექსი და ამ კოდექსში აგერ მაქვს ხელში ყველა ის დანაშაული წერიაო, რაც ეწერა ძველ 1960 წლის კოდექსს 61-ში გამოქმედა იმ კოდექსში რა. და რატომ გახდაო საჭირო ახალი სამართლის კოდექსის მიღებაო? თუ ძველ კოდექსშიო, ყველა ის დანაშაული იყო, რომელიც ახალშიო. აი საჭიროება იყო ზოდნავ განსხვავება 7 წელი ახლა 8 წელი ან ამ შეცვლიდი რა. ძალიან ბევრი ცადეთ მაშინ რომ იყო ცვლილებების ყველა არ ყოფილა. არა ვიცი ცვლილებები იყო, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი რაც მახსოვს ეს 99 წლის კოდექსი რაც შეიცვალა იყო 60-ში იყო ჰომოსექსუალიზმი როგორც დასჯა. არა, დანაშაულები ამოიღეს მათო, იქაც ამოგებული იყო, ანუ სად ყველა არ იყო მაგის რამე. არა, ხო, ძირთადად, ანუ რაღაცებს თუ ამოღება კიდე მოხლის, იქიდან ამოიღო შეგიძლია რა. თუ დამატება კიდე იქ დაამატო. საჭირო კიდე შეცვალა. შიგნით რატო არ იმუშავეს? ხო, რატო არ შემოწმე? შიგნით რატო გახდა ახალი კოდექსის მიღება საჭირო და ნუ ბევრი ვცადეთ რა ამაზე რო გვეპასუხა და ვერ გავეცით პასუხი და თქვა რომ აბა გადაშალეთ თუ ეხლაო ახალი სამართლის კოდექსი და ძველი სამართლის კოდექსიო კერძო ნაწილი ორად არის გამოყოფილი ახლა ვინც მსმენელია რომ ზოგად ნაწილში არის ზოგადებულები კერძოში და რა არის პირველი დანაშაული ახალ სამართლის კოდექსში ეს არის ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მოთმული დანაშაულების გაზაყვლელობა რა იყო პირველ კოდექსში სახელმწიფო წინააღმდეგ მართული დანაშაულები სამშობლოს ღალატის მოხლი გიყვარ შენ პირველი დანაშაული ხო ეხლა რა და აი დააკვირდი თუ ეხლაო აი გარი განსხვავებაო სისტემური მიდგომა ანუ კანონების აქ სისტემა რომ რა არის პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის ადამიანი თუ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ინტერესი დემოკრატიულ ქვეყნებში თავად პრიორიტეტი არის სახელმწიფოს ინტერესი თავად პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებები და მისი დაცვა და არა რაღაც ეს სახელმწიფო რაღაც უსაფრთხოება და ეგეც საკითხი აი ეს განასხვავებს ტოტალიტარულ რეჟიმებს დემოკრატიულ რეჟიმებისგან და რატომ უყევეს საშუალებაშია ხო ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა კონსტიტუციასაც თუ დავაკვირდებით ერთსაც და მეორესაც პირველივე კერძო თავი იწყება ადამიანის უფლებებით ანუ მთელი კონსტიტუცია რატომაც არსებობს გიორგი მწეხან ახსენა მუხლი რომელიც ამბობს რომ აღიარებს და იცავს ხო სახელმწიფო ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას მაგრამ იქვე დათქმა გაკეთებული გრძელდება ის წინადადება რომ ამ უფლებებით და თავისუფლებებით როგორც მოქმედი სამართლით ისია შეზღუდული სახელმწიფოს და ხალხიც და ყველაფერს რასაც აკეთებს სახელმწიფო აკეთებს ამ უფლების რეალიზებისთვის ანუ მერე თავები რაც არის პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, თავდაცვა, ეროვნული ბანკი არსებობს იმისთვის,
რომ უფლებები იყოს დაცული, ანუ მეორე თავი. და ეს ლოგიკა აქვს ორივე კონსტიტუციას. პრიორიტეტი ადამიანის უფლებები. ამიტომ ადამიანისთვის იქნება სახელმწიფო. მე არ გავჩნდები ხაბები. არა, ნამდვილად ესე არის. და აი ესეც აი დავშვით მესამე თავი იყო პირველ კონსტიტუციაში, მეორე კონსტიტუციაში მეორე თავი და ამის აღსრულება, ამის მოქმედებაში მოყვანა არის ერთ-ერთი გამორჩეული, რაც ამ ყველაფერს ქმნის. აი ჩვენ საკონსტიტუციო სამართლოს დღეს კი არის ჩვენი საკონსტიტუციო სამართლო ერთი ბედოულად უწყებად ქცეული და არაფერი შედეგი არ არის. არ შედეგს არ იძლევა, მაგრამ იყო პერიოდი, როცა ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებები გამოდიოდა, როცა მე მაგალითად ვიყავი პირველი კურსელი, როცა შემწვანე, მაშინ პირიქით ჩემთვის საკონსტიტუციო სამართლოს გადაწყვეტილებები ძალიან ძვირფასი სამართლებრივი ინტერპრეტაციის საკითხი იყო და არაერთი ნორმა გვაქვს, რომელმაც ჩვენთვის სწორედ ესე ამ პერსპექტივაში და ამ პრიზმაში დაინახა და მათ შორის არაერთი მუხლის განმარტებისას მათ შეხედეს კონსტიტუციას როგორც პირველი რესპუბლიკის ტექსტი რა იყო და როგორ იყო და იმის ჭრილში და იმის პრიზმაში იყო განმარტებული და შესაბამისი შეფასება გაკეთებული. კი, მოდი უფლებებზე გადავიდეთ კონკრეტულზე უფრო ჯობია. ჩამოთვალეთ ჩვენ რაღაცა ჩამონათვალი გავაკეთეთ, რაც უფლებები იყო კონსტიტუციაში მოცემული, მაგრამ მოდი შევეხოთ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, იმიტომ მე მგონი დღეს იმ ფონზე რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და ბოლო წლებში გიორგი მე და შენც ბევრი გვაქვს ერთად ამუშევარი, მე და საბასაც ერთადაც ჩვენ კიდევ უფრო მეტი ერთად ხო რომ სამართლიანი სასამართლო კონდეს ამოქალაქეებს. აი რას ნიშნავდა ეს უფლება, რას ნიშნავს დღეს და რა არ გვაქვს? რა გვიწერია და რა არ გვაქვს? ტექსტობრივ დონეზე ალბათ რომ შეხედო გიორგი, ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია თითქოს კარგად არის და ვადები გვაქვს გაწერილი, რამდენი ხანი შეიძლება დაკავება ადვოკატის ყოლის უფლება ასე შემდეგ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ჩვენთან ეს სამწუხაროდ არ მუშაობს. პირველ რესპუბლიკას იმ დროისთვის ქონდა სრულიად განსხვავებული. ხა 95 წელს დაწერილ კონსტიტუციაში რო გეწეროს დაკავებული ვადები და ასე შემდეგ, ისეთ ნორმალურია, იმიტომ რომ სადაც არ უნდა გაგიხედა, ყველას ეწერა კონსტიტუციაში ეგეთი რაღაცა, მაგრამ პირველი რესპუბლიკისთვის იყო განსაკუთრებით საინტერესო, ვადებიც კი მცირე იყო ამ შემთხვევაში. ხო, 24 საათიანი მიყვანა სასამართლოს წინაშე ძალიან მცირე პერიოდში და რომელიც 24 საათით გახანგრძლივებული იყო, თუ კი რაღაცა 24-ში კიდევ 72 იყო ჯამში იქაც. არა, 24 იყო ამ შემთხვევაში. 24 და 24 ესე ეწერა. ხო, მაგრამ უფრო ცოტა იყო, ხანგრძლივდებოდა თუ კი რამე ის ხდებოდა შემდეგ. სასამართლოს წინაშე წარდგენა, სასამართლოს ინსტიტუტი და ალბათ ჩემთვის გამორჩეულად კარგი ნაფიც საჯულთა სასამართლო, რომელიც პირველ რესპუბლიკამდე არსებობდა საქართველოში მეფის რუსეთიდან მოყოლებული პირველ რესპუბლიკამ კარგად გაამყარა და ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ძირითადი მმართველობის მექანიზმი სასამართლოში, სასამართლო სისტემა სენატის სახით, რომელიც უმაღლესი მართლმსაჯულების ორგანო იქნებოდა და ეს ყველაფერი მაგალითად აი კონსტიტუციაში ჰაბეას კორპუს უფლებები ბევრი იყო დეტალურად, მათ შორის აი შეპყრობიდან ავადაში სასამართლოს წინაშე წარდგენა, სასამართლოსთვის დადგენილი ვადები, განხილვა როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ. აი წინაზეც ძალიან გაკვირთ თქვი პრინციპში, რომ ეხა განიხილავენ თქო რიგი ქვეყნები ამ ჰაბეას კორპუსის ან სხვანაირად რო ვთქვა, ხო, ამ შემთხვევაში ძირითადი სასამართლო უფლებების ჩამორთმევას რიგი პირთა მიმართებით, ანუ რომ ეს გავრცელდეს მხოლოდ მოქალაქეებზე და არა მოქალაქეებზე აღარ გავრცელდეს. მაგალითად, აი დაუშვით წარმოვიდგინოთ ეს შემთხვევა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა დასავლეთ ევროპის ან დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ გვყავს, რა ვიცი, 13 მილიონი არალეგალი მიგრანტი ქვეყანაში, ხო? ანუ ჰაბეას კორპუსის მოწინააღმდეგების არგუმენტი არის ის, რომ 13 მილიონი სასამართლოს ხდომაც არა პროცესი რო განმართო, ეს ჯერ ერთი არის წარმოუდგენლად შრომატევადი, ძალიან ძვირი, ძალიან დროში გაწერილი და მე როცა მაქვს კრიზისი ქვეყანაში ისეთი, რომელიც მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობის შემოღების და ასე შემდეგ რა, თან ტოლფასად, ესე რომ ვთქვა, და მალე მჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერს ძალიან დიდ ტვირთად აწევს. მე აღარ მინდა რომ ჰაბეას კორპუსი ჰქონდეთ ადამიანებს და მე მინდა რომ უბრალოდ ადამიანები ჩავსხა რაღაცა თვითმფრინავში და გაუშვა ქვეყნიდან. არ არის ადამიანი, აღარ არის პრობლემა, ხო? როგორც ერთი ავტორიტეტი იტყოდა. ხო და უნდა ქონდეს თუ არა ჰაბეას კორპუსი ყველა ადამიანს მოქალაქეობის მიუხედავად და აი რისთვის გჭირდება საერთოდ, აი რო არ იყოს მერე რა. თავის დროზეც ალბათ ეს როცა იქმნებოდა და ამ ნორმას როცა წერდნენ, მაშინაც მის წინარე პერიოდი სწორედ ეგეთი იყო, ვის რა შეჭირდებოდა, რატო არ უნდა ქონოდა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის იმდენად დიდი მონაპოვარი, რომლის დათმობა, რომლისგანაც გამონაკლისი, იქამდე მიგიყვანს, რომ დღეს რავი ემიგრანტზე დაუშვებ, ხვალ დაუშვებ, რავი ვიღაცა
პოლიტიკური ნიშნით გასამართლებელზე ზეგ გაუშვებ რა ვიცი რაღაც ულოშებიან კაცებს და ამჟამად რაღაცა ის არ ექნება ამ შემთხვევაში შეზღუდვა რა ანუ მე დიდი პანდორას ყუთივით გაიხსნება ამ აქედან გამონაკლისი არასწორია ტერმინი ახსენე ალბათ და ალბათ ამ ტერმინიდან გამომდინარე ამ პრობლემის გადაჭრის გზას გვთავაზობდა პირველი რესპუბლიკას და მეორე რესპუბლიკის კონსტიტუციაც როცა ნორმალურ ფუნქციონირებას მოკლებული არიან სახელმწიფო ორგანოები ირთვება რეჟიმი და საგანგებო რეჟიმით შეიძლება მათ შორის თუნდაც რა ჰაბეის კორპუსიდან გამონაკლისს დაადგინო ხო არავინ არ რეჟიმი ჩართვა რო აუხსნათ თან მაყურებელსაც ეს არის რომ პრეზიდენტს ჩვენ შემთხვევაში კონტრასიგნაციით ამთან ახალმოწერით ეს ახალი კონსტიტუცია ბატონო თან მოთხოვებით წარდგენის შეთანხმებით შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ქვეყანაში რაც მე გარკვეული უფლების შეზღუდვის საშუალებას იძლევა ხო მათ შორის თუნდაც მოსამართლის წინაშე წარდგენის პანდემია ყველას ახსოვს და პანდემიის დროს იყო რაღაც შეზღუდვები ხო კი იმიტომ რომ მაგალითად პანდემიის დროს შეიძლება მოსამართლეს დაემართოს რაღაცა და მოსამართლეებს შეექმნათ ვირუსის საფრთხე და ამიტომ პირობითი სასამართლო ვერ ჩაატარო ხო რაღაცა ონლაინ როგორ სტარდებოდა ხო და ამის გამო მოგიწევს რაღაცა ცვლილებების შეტანა შეიძლება 48 საათში ვეღარ მიყავდეს იმიტომ რომ არ ყავდეს საკმარისი რაოდენობა ონლაინ იმართებოდა პროცესები კი უბრალოდ სხვადასხვა ვერსია დავწერთ მაგაზე მე ანგარიში ერთ-ერთი ხო მაგრამ ეს არის ანუ მაგ დროსაც იყო პრინციპში საკონსტიტუციო სარჩელი წარგზავნილი ერთ-ერთ ჩვენ წინა სტუმრის მიერ პრინციპში და ამბობდა რომ ჰაბეას კორპუსი შეჩერება ამ დროსაც კი მთლიანად არ შეიძლებოდაო ხო ანუ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეთ ამ დროს სრულად ხდება ამ უფლების რაღაცა ნიველირება შეჩერება რაღაცა ის საათებს აღარ ვაქცევთ ყურადღებას თუ არის მაინც რაღაცა ის ძირითადი რაც მაინც რჩებათ ყველა მდგომარეობაში ადამიანებს ხო მანდ მეგონი დავისაგან სწორედ იმაზე იყო ეს უფლება რამდენად შეჩერებადი არის არ არის ეს შემდეგ და მანდაც ალბათ პანდემიის დროს შეჩერება კი არ ხდებოდა არამედ ხდებოდა მისი განსხვავებული რეგულირება დროებით რაღაც საჭიროებიდან გამომდინარე და სრულიად მგონია რომ ეს დასაშვები და რეალური და შესაძლებელია ადამიანებს რაღაცა კუთხით უარი არ უნდა უთხრა მართლმსაჯულებაზე. თუ კი ესეთი ექსტრაორდინარული სიტუაცია გაქვს, რა ვიცი, მართლა ფიზიკურად რა შეუძლებელია ამდენი საქმე განიხილო. ამდენი არალეგალური იმიგრანტი. ჩვენ ნახეთ, რომ თან მიგრაციის საკითხები უკანონოდ იყო რუსეთის მიერ ინსპირირებული, როგორც თითქოს რაღაცნაირად საზღვრებზე ადამიანების გადაძრომები სპეციალურად ორგანიზებულად იმისთვის, რომ მე მათთვის სამართლებრივი პირობები შეექმნათ, ხო? სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ, ხო? აქ ბუნებრივი ადამიანის უფლებების სამართლით ბოროტად სარგებლობა ხდება და რა თქმა უნდა, იქ პირიქით შეიძლება გამოიყენო და გააკეთო ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ეს სრულიად დასაშვები და ნორმალური მგონია, რომ ამ დროს პირიქით არ გააკეთო, მიხვდე რაც არის რეალურად და ამოქმედო საგანგებო. ანუ უფლების ბოროტად გამოყენებას რასაც ვეძახით. ხო, შეიძლება ამის ცდელობა იყოს, მაგრამ სასამართლოზე ჩვენი ხარ რასაც ვლაპარაკობთ, მაინც რა ტექნიკურ რაღაცებზე ჩავედით და მე მგონი ორი მთავარი თემა მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ეგ არის მე მგონი მთავარი. მაშინ და მოსამართლე უნდა იყოს თუ სამართლიანი ანუ ნუ ხო, ნაფსაჯურებზე ითქვა გიორგიმ თქვა რომ მაშინაც ითვალისწინებდა კონსტიტუცია, ეხლა ითვალისწინებს, თუმცა ეხლა იქ არის თუ არა უფლება პირის ნაფიც საჯულზე ცოტა საკამათო უნდა გქონდეს თუ არა ყველა საქმეზე მაგალითად ანუ ეხლა მაგალითად არის შეზღუდულად ხო კონსტიტუცია არ გეუბნება მაგაზე პასუხს და ეხლა რა მოგწონს მე მომწონს რომ ხო ყველა საქმეზე იყოს სადაც თავისუფლების აღკვეთა შეიძლება იყოს სასჯელი გამოყენებული მან და მეორე არგუმენტი ეკონომიურობის პრინციპის ამბავი და მან ბალანსის პოვნა შეიძლება არსებობს ამის ფორმულები და ის რომ აი საქართველოში ყველას იცნობს და რაღაც რა ვიცი არ არის მე მგონი აშკარა არ მგონი ამას ვინც ლაპარაკობს თან არის ის ვისაც უნდა მოწონს მურუსიძე რა ანუ მურუსიძეზე არ გაქვს პრობლემა და ამ უფრო ვიღაცას იცნობს და საჯულთა მთელი ისტორია ამას აჩვენებს უბრალოდ რომ ხო ხალხი უფრო პატარა საზოგადოებები იცნობდნენ ერთმანეთს მაგრამ საბოლოო ჯამში სამართალში მონაწილეობა ადამიანების უფრო სანდოსაცხის სამართალს ანუ საზოგადოების თვითმისაღებლის სამართალს და რაც მთავარი არის ბევრად დაცულია მოქალაქე და პლუს საზოგადოებას ზრდის რაღაცნაირად რა რომ ჩვენ მგონი სამართალზე და ზოგადად ამ თემაზე შეიძლება ცალკე გავაკეთოთ ერთი კარგი პოდკასტი რომელზეც ძალიან დეტალურად გავხსნით ამ ყველა საკითხს შეიძლება ესეც საინტერესო იყოს და ამაზე ვიმსჯელოთ მე მგონი ცალკე ჯობია ეს ახალი განვითარებები აქვს სამართლიანის სასამართლოს უფლებას, მათ შორის ცუდად არჩეული მოსამართლე ვინც არის თანამდებობაზე თუ ისე ჩაწყობით რომ მოაწყობენ მოსამართლეს და ის მოსამართლე თუ საქმეს განიხილავს, ეგეც არსებობს საქართველოს არ ვიცით და ის მოსამართლე თუ განიხილავს მე
ადამიანის საქმეს ეს ითვლება რომ არა დამოუკიდებელმა, არა მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა სამართლის ხელისუფლება დაიყო. სამართლის სახელმწიფო დიპლომატ თუ განიხილაგია ტრისას. საერთოდ ორი საქმეა წასული ხა ევროპულ სასამართლოში, ერთ-ერთი უდიპლომო ქართულ მოსამართლეს საქმეა და შესაბამისად ნახოთ დაკომუნიცირებული საქმეებია უკვე და ნახოთ აბარასის სასამართლოს. ერთ საკითხი და კიდე და მე შეგვიძლია ნელა შეჯამისკენ წავიდეთ დღევანდელი პოდკასტის. თავად ადამიანის უფლებებზე რო ლაპარაკობთ, პოლიტიკური უფლებების ნაწილი არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, ხო? მაშინდელ სახელმწიფოში თქვით საარჩევნო უფლება, მაგრამ ეს არ არის მარტო საარჩევნო, ხო? თავდების დაკავების უფლება ამათ შორის. და 95 წლის კონსტიტუციაში. აი პოლიტიკური უფლებების და მისი შინაარსი, ხო, იგივე აი არჩევნების კრიტერიუმები, რას ნიშნავს არჩევნები, რა კრიტერიუმებს აწესებს, ხო, კონსტიტუცია, რომ ადამიანს რო აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ეს არჩევნები რას ნიშნავს. ამაზე ცოტა მეც მე მგონი ვიტყოდი დღეს, კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ხშირად გამიგია, რომ არჩევნები იყო, რასაც საბჭოთა კავშირი ატარებდა. სადაც იყო ერთი პარტია, სადაც იყო სულად პარტიას დაქვემდებარებული სასამართლო ხელისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაცია და შენ თუ გინდოდა უპარტიოდ მიგიღო მონაწილეობა ვიგიშლით და გეუბნებოდ. მოდი, დავამატებ რაღაცასაც მაგას, რომ ანუ არჩევნები არის თუ არა, ისეთი მოწყობა, სადაც კი ერთ პარტიას აქვს უზურპირებული ყველაფერი, საერთოდ ის ატარებს, ის ამოწმებს, ის აქვეყნებს ყველაფერს და ამის მიღმა აი უპარტიოება მიიღონ მონაწილეობა კი არა, ციხეში არიან ის ადამიანები, ვისაც უნდათ მონაწილეობის ხო, ნუ ხო, უკეთესი ფაშ ციხეში იყვნენ. კი, და ირგებს თავის თავზე ყველა კანონმდებლობას და ასე შემდეგ. რას გეუბნებოდა? რას გეუბნება დღევანდელი კონსტიტუცია მათ შორის? აი არჩევნებს რო არჩევნები ეწოდოს, რას ფიქრობ გიორგი, რა კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს ის? კი, ალბათ არჩევნებამდე აუცილებელი გარემო ქონდეს. გარემოს აუცილებელია რომ ქონდეს უფლება. პირველი და მეორე რესპუბლიკის კონსტიტუციები ორივე ეუბნება რომ ქონდა გამოხატვის თავისუფლება, საკმაოდ ძლიერი ჩანაწერები ამ კუთხით, აზრის თავისუფლება. ასევე საუბარი იმაზე, რომ მაგალითად აი თუნდაც ეს სხვადასხვა კავშირები რო დაარსო, ადამიანების გაერთიანების საშუალება იმისთვის, რომ თავიანთი მოსაზრებები წარადგინონ, აქ მარტო პარტიები არ იგულისხმება, სხვადასხვა გაერთიანებები. ადამიანების შეკრება მანიფესტაციის უფლება. და ეს არის ალბათ ის ჩანაწერი, რომელიც 21 წლის დღევანდელ კონსტიტუციაში ერთნაირად გვიწერია. ადამიანებს აქვთ უფლება უიერაღო და ჭერქვე შეიკრიბნენ. ანუ ეს უფლება ხო აუცილებელი მოთხოვნა არის ამ შემთხვევაში დემოკრატიის არსებობის. პირველ რესპუბლიკასთან მიმართებით ალბათ რაც გამოსაყოფი არის ჭერქვეშახიათ ხო კი პროპორციული საარჩევნო სისტემა. ესე ვთქვათ, კონსტიტუცია ისევე როგორც პრეკონსტიტუციური, ანუ 1919 წლის 12 მარტის არჩევნები იყო სრულიად პროპორციული წესით ჩატარებული, სადაც მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველა სქესს. სადაც ეხლა გიორგი რასაც საუბრობდა, ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ისეთ სადაც ეთნიკურად უმცირესობები იყვნენ ცხოვრობდნენ და მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც და ეს იყო საშუალება იმის, რომ ყველა ადამიანს გამოეხატა თავის მოსაზრება. ანუ ერთ-ერთი დეტერმინანტი იყო მოქალაქეობა, სქესი მიღმა ყველა ადამიანს შეიძლება მონაწილეობა რელიგიის მიღმაც მაგრამ კი და სხვა ერთ-ერთი ძლიერი ჩანაწერი ქონა კონსტიტუციაში სეკულარიზმის რელიგია და სახელმწიფო გამიჯნული არიან ეკლესიის ცალკე თავი იყო და რაც ესე ვთქვათ კარგად აჩვენებდა სახელმწიფოს ესე ვთქვათ სახელმწიფოს დამოკიდებულებას რელიგიის თავისუფლებისადმი სეკულარიზმის იდეისადმი და ეს ყველაფერი როცა ამხელა პოლიტიკური თავისუფლება გაქვს, საბოლოო ჯამში იძლევა იმის საშუალებას, რომ არჩევნები ჩაატარო პოლიტიკურად. გამართულად და დემოკრატიულად, რაც რეალურ დემოკრატიაში ითარგმნება. ნუ, ესე რომ დავარქვათ, ხო, მოდი პატარა რომ ეს არჩევნები სამართლიანი არჩევნებს როგორც ეძახდნენ თავისუფალი არჩევნები არის მაშინ, რომ ამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, ხო? პირველი ეს არის, რომ ფორმალურად თანასწორი გარემო უნდა იყოს პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც მაშინ მონაწილეობს. უნდა მიეცეს პოლიტიკურ პარტიებს თანაბარი შესაძლებლობა იყვნენ მონაწილე ამ პროცესების. არჩევნები იყოს აუცილებლად ფარული, საყოველთაო, ყველას კონდეს მაშინ მონაწილეობის უფლება. უნდა არსებობდეს არჩევნებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის შესაძლებლობა, ანუ საზოგადოებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნებს. არსებობდეს საარჩევნო თავების განხილვის სამართლიანი წესი და გადაწყვეტა. და რასაც თავად საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს დაბალანსებული ან მიუკერძოებელი. ესე დავაკეთოთ. თუ ეს კრიტერიუმები არ არის დაცული ქვეყანაში, ხო? ცხადია ესეთი არჩევნები არ არის. ამიტომაც არის ხო, რომ რაღაც ძალიან კრიტიკული შეფასება შეიძლება მოისმინო არჩევნებს, რომელიც ეს სტარტდება. ხო, და აი კონსტიტუცია
იმას კი არ გეუბნება, რომ ტექნიკურად შენ გიწევს ამ კალენდარში არჩევნების ჩატარება და ჩაატარე ან გეუბნებოდა, ხო? არამედ გეუბნება, რომ შენ უნდა ჩაატარო ისეთი არჩევნები, რომელიც მარტივ რამეს უპასუხებს საბოლოო ჯამში, საზოგადოებაში არსებულ განწყობებს სამართლიანად გარდაქმნის მანდატებად. ანუ ასევე რო ვთქვათ, რაღაც არსებულ კრიზისებს, რომელთან გამკლავებას სჭირდება ქვეყანას, ეს შეიძლება არ იყოს აუცილებლად კალენდარულ დროს არამედ უცებ წარმოიქმნას, ხო? იმასაც გარდაქმნის და პოლიტიკურ ვითარებას გადაიტანს რაღაცა სხვა ერთიდან მეორე სეტინგში, ესე რო ვთქვათ, ხო? კი ბატონო. ეგ არის. ესე რომ გავყვეთ ესე იგი, ჩვენი კონსტიტუცია 95 წლის, როგორც გიორგიმაც აღნიშნა, იწყებს საუბარს ღირსების უფლებით, ანუ ღირსება არის ყველაზე მთავარი საკვანძო საკითხი, რომელსაც წინაშე ხედავთ, ვახსენებთ, რომ აქედან მომდინარეობს სხვადასხვა უფლება, მიიჩნევა, რომ ღირსების უფლება, ესე ვთქვათ, ძირითადი უფლება, რომელთაც სხვადასხვა უფლება აღმოცენდება მოგვიანებით. მაშინ დაცულია საკუთრების უფლება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება. როგორც გვინდა ისე უწოდოთ, ხო, ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, გადაადგილების თავისუფლება, კონსტიტუცია იცავს ასევე შრომის უფლებებს და ვთქვით, რომ იგივე დედების უფლებები და დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია, ქორწინების უფლებას იცავს როგორც პირადი ცხოვრების უფლების ნაწილს, საჯარო დაცულობაში დაცული ინფორმაციის, ხელმისაწვდომობის უფლებაა დაცული და რაც ყველაზე მთავარია, ისეთი ინსტრუმენტალური უფლება, როგორც არის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ოღონდ ეს უფლებები, აი 21 წლის კონსტიტუციას ეს ქონდა, მე ვფიქრობ, განსაკუთრებულად კარგი, რომ იქ რო წერდნენ ამ უფლებების შესახებ, მართლა აპირებდნენ მათ დაცვას და ამიტომ წერდნენ და დღეს რაღაც ამ ჩანაწერებისადმი ერთგვარი სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს. ხო, 90-იანებში, აი დავუშვათ, რომ იმიტომ რომ რაღაცა სახელმწიფო ქმეოდა და რაღაც ესეთი მოდურ ტრენდს არ ჩამორჩენოდი, ამიტომ ხდებოდა რაღაცების ჩაწერა და ჩვენთან ძალიან ბევრი უფლება დღემდე რეალიზებული ბოლომდე არ არის. მაშინ როცა ალბათ პირიქით უნდა იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ აი 21 წლის კონსტიტუციაში აი შემუშავების პროცესი, მსჯელობები, კამათი, გამოქვეყნებები და ხალხისადმი ნდობის მიღების, ასე ვთქვათ, ეს სურვილი და სწრაფვა, ისევე როგორც სახელმწიფოს ის მოდელი, რომელიც აი ხალხის ჩართულობას მაქსიმალურად უზრუნველყოფდა, სწორედ ამას გაფიქრებინებს ადამიანს, რომ ნამდვილად ეს ხალხი ემზადებოდა და აკეთებდა ამას და სერიოზულად იყო განწყობილი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მას შეექმნა. პირველი რესპუბლიკის და მეორე რესპუბლიკის ალბათ ერთ-ერთი განსხვავებული არჩეულობა იყოს, ეს არის ღირსების ცნების გაგება, იმიტომ რომ ღირსების ცნებამ რაღაც ევოლუცია უფრო პოსტ-მსოფლიო, მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მიიღო ის შინაარსი, რომელიც დღესდღეობით არსებობს. იმ დროისთვის ღირსებას უფრო უყურებდნენ ღირსეული ყოფის სახით და აი დავუშვათ ის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, რაც აქვს წარმოქმნილი, იმ კატალოგში და იმ ჭრილშია, ესე ვთქვათ, წარმოქმნილი, როგორც ასეთი დანარჩენი. აბსოლუტურად აი სრული მსგავსება გვაქვს და ერთ-ერთი არის ეს კონსტიტუცია იმასთან. მოგეთ მადლობა ჩვენს წინაპრებს ასეთ ანატოვარისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის ერთგვარი გზავნილი როგორ ქვეყანაში და გვეცხოვრა რომ არა რუსეთი და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია. ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ 1930 წლის კონსტიტუცია რო გადარჩა ეს ერთი საინტერესო ადამიანის დამსახურებაა. ეს კაცი ბათუმელი კაცი იყო, ნესტორ ხვინგია, თუ სწორად ვიხსენებ სახელს და გვარს ახლა, რომელსაც ჰქონდა პატარა სტამბა და მარტში ბათუმს ჩასულ საქართველოს მთავრობას სწორედ მან მისცა შესაძლებლობა რომ ის სტამბაში დაბეჭდილიყო კონსტიტუცია და როგორც ნაბეჭდი ტექსტი ისე შემოგჩენოდა და ასეთი უსახელო გმირებიც ესე ვთქვათ ყავდნენ რომლებმაც აი მომლოდინეებმა რო დღე-დღეზე რუსული წითელი არმია შემოვიდოდა და შეიძლება ამისთვის პასუხიც მოეთხოვათ მისთვის ესეთი რამ გააკეთა და დღემდე არის ხო შორის ეს წარწერა ბათუმში და ოსტავას ქუჩაზე 13 ნომერში ბათუმში რო იქნებით აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება და ერთ-ერთი სასიამოვნო ახლა 12 წლის წინ თუ სწორად მასოს გააკეთეს ეს აბრა სადაც ამ სახში დაიბეჭდა და საქართველოს პირველი კონსტიტუცია კოსტავას ქუჩაზეა ნამდვილად. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. მე მგონი რაღაც გარკვეული მოთელვა გავიარეთ ამ ეტაპზე სანამ კონკრეტულ უფლებებზე გადავალთ მომავალში სასაუბროთ და უფრო ხმად ჩავალთ. რომ ამზადებთ რაღაც ეს საფუძვლებს რომ მე ჩაუხმავდეთ რაღაცებს. მე მგონი გიორგიმ გითხრა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა და ეგ დავიმახსოვრთ რომ ანუ მართ ეს 21 წელზე რამდენიც ვილაპარაკეთ და კიდე პრეისტორიაზე რომ ეს გვიჩვენს არა მარტო ისეთ ქვეყანას როგორში შეიძლება გვეცხოვრა რომ არა რუსეთი არამედ როგორ ქვეყნისკენ უნდა ვიაროთ ეს წინ წარსულში თუ უკანონოში როგორც იყო იმიტომ რომ ეგ უფლებები ხო ანუ ის უფლებები რომლებსაც მართლა გულისხმობდნენ რომ უნდათ რაღაცა თავს არ აწონებდნენ გაეროსან ევროსაბჭოს ან სხვაებს ხო ანუ მართლა გააჩნდათ ეს წინაპრებს ეგ დასაბრუნებელი არის როგორც ჩინაასობრივად კი როგორც ჩინაასობრივად ისე საზოგადოებრივი აღქმის დონეზე და
ამიტომ ვინც უფლებებისთვის იბრძვის, სინამდვილეში იბრძვის ქართული მნიშვნელოვანი ტრადიციის გადასარჩენად და დასაცავად. ეხლა მოდი ღვინოსას დავუბრუნდეთ. ხო. ესე იგი, რამდენი ქულით შეაფასებდით ამ ღვინოს? ესე იგი, მე გიორგისთან დავიწყებ და მე საბასთან გადავალ. ობიექტური შეფასებები გჭირდება. თავისთავად. ჩემთვის აი 10 ქულიდან. კი, 8 ქულა, იმ ესე ვთქვათ, აი ჩემთვის უფრო სხეული აკლია იმ идеალური გემოვნებითი სურათისთვის, რომელიც მე მაქვს და ეს ხო, ეს ქმნის ამ ღვინოში, თორე არაჩვეულებრივი ჰარმონია აქვს. ეს სიმჟავე, რომელიც დაყვება რაც დასავლური ღვინისთვის დამახასიათებელია, სხვაჩვენს ერთხელ მირჩიე. კვაწარახიან ლობიოს უხდება ძალიან ოცხანური საფერეო და აი კვაწარახი როცა სიმჟავეს ტოვებს ლობიოსთან ერთად, აი ეს შექმნიდა მასთან ისევე როგორც იმერულ რაიმე მჟავე კერძთან, რაც იმერეთში გვახასიათებს ბევრს, ასე შემდეგ, ამიტომ იმასთან ერთად ეს შექმნიდა იდეალურ კომბინაციას. იქნება საჭმელები და საკვები რასთან მიმართებაში ეს იქნებოდა ალბათ 10-დან 10 ღვინო, აი ეს საგამოთი სასაუბროთ და ასე შემდეგ და ისე მარტო ღვინო და ალბათ ჩემთვის 10-დან 8 იქნებოდა. დიდი მადლობა ამ ღვინის აღმოჩენისთვის. გადავიწერ მეც პრინციპში ამას, ანუ ცოტა ესეთია რა, ანუ ცოტა მჟავეა, ესე რომ ვთქვათ, ანუ ცუდად კი არა, ტოვებს უბრალოდ რაღაცას და ამიტომ ესე ცარიელი სასმელად არ გამოდგება ალბათ ძალიან 10-დან 8 იყოს აბსოლუტურად, მაგრამ ხო ეხა ისე აღწერე გიო, რომ სახშირობრივად აქედან მივიდივართ კვაწარახიანობიო, რაღაც ეს მჟავეული, მჭადი, ხმელი, იმერული ყველი. კაი, დაამთავრე. საბა შეხვედრიდან მოდის და წვანჩია. კეთილი, მოდი ეხლა ეს ღვინოს გავიცნოთ ახედან. მე ამ მარანს ვიცნობ ძალიან კარგად. შეიძლება თქვენც. მაგრამ არ იცნობთ თითქოს პირველად ეს არის ჩხეიძების მარანი. კი, როგორ ხო, სიმონი ბაბუას ერქვა, ჩვენი მეგობრების ნინის მათ შორის. და ეს არის 2019 წლის, ანუ ეს აგურის პერიოდი თავში რო აღნიშნა გიორგიმ, ერთგვარი სიძველის מחასიათებელია. ან სიცუდის ან სიცველის გააჩნია. ახალგუნოში აგურის პერი ხო და ეხა სოფსაუბრობთ 6 წლის ღვინოზე, აგურის პერიოდზე თქვი ხო, რომ ძველდება, ღიავდებაო. წითელი ღვინო რო ძველდება, ჯერ აგურის პერის კემდის და მერე ღიავდება, ხო, თეთრი მუქდება პირიქით, ეგრე არის. მოგეთ ეს არის 2019 წლის ოცხანური საფერე, 13 აქვს ალკოჰოლი. რა ვიცი, მე ძალიან მომწონს ზოგადად ჩხეიძების ღვინოები და მათ შორის მათი ოცხანური საფერე, ჩემთვის ერთ-ერთი კარგია და სხვაჩვენს კიდევ ერთ კომბინაციას გირჩევთ, აი ეს მჟავიანობას ოცხანური საფერის ძალიან უხდება მოუმზადებელი დამბალ ხაჭო. აი ერთად არადავარგებული. დავარგებული, ოღონდ არა მომზადებული. კი ბატონო. დავარგებული დამბალ ხაჭო, 3-4 თვის არის თავისუფლად კაფხით გატეხავთ. და ძალიან უხდება კონსისტენციით რო იყოს და მე ლობიოსთან დავრჩები. კეთილი. მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც ჩვენს პოდკასტს უსმინდა დღესაც. იმედი გვაქვს გარკვეული გამკვლევი იყო დღევანდელი ჩვენი საუბარი საქართველოს ორ კონსტიტუციაში და მათში ადამიანის უფლებების შესახებ. ჩვენ უფრო დეტალურად თვითონ უფლებასთან დაკავშირებით უმალში ვისაუბრებთ, მათ შორის ვისაუბრებთ ჩარჩოზე, ვისაუბრებთ პრაქტიკაზეც, მაგრამ ჯერ პირველი პოდკასტები, პირველი ეპიზოდები სწორედ ამ ზოგადი საკითხების ერთგვარი მოთელვაა. მადლობა ჩვენს სტუმარს და მოგეთ გვისმინეთ ყოველ პარასკევს 22 საათზე YouTube არხზე მისმინეთ.